რუბრიკაში პრობლემა გაგაცნობთ სააქციო საზოგადოება დუზანის ადმინისტრაციულ შენობაში მცხოვრებ დევნილების პრობლემებს. მოუწესრიგებელი ტრანსპორტი, გაუმართავი გაზიფიკაციის სისტემა, ანტისანიტარია, დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები, უწყლობა. ეს ის პრობლემებია, რაც სააქციო საზოგადოება დუზანის ადმინისტრაციულ შენობაში მცხოვრებ დევნილებს აწუხებთ. შენობა არის ავარიული, საშინელ მდგომარეობაში პირობები გვაქვს. არადამიანური, წვიმის დროს გვაწვიმს, რა ვიცი, კანალიზაცია ყველაფერი მოშლილია. ტალახია ძალიან ისეთი რო იწვიმებ ბავშვებს ძალიან უჭირთ სიარული. ფაქტიურად საშინელ მდგომარეობაში გადიან ხოლმე. შენობის სახურავზე დამონტაჟებულია 3 საბაზო სადგური ანტენა. კერძოდ მაგთის, ბილაინისა და ჯეოსელის. როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები იუწყებიან, გამოსხივების შედეგად გახშირდა ჯანმრთელობის პრობლემებიც. დიოლა ბაღიშვილი სწორედ ერთ-ერთი მათგანია. ოთახებში სოკო გაჩნდა შვილო. სოკო იმის გამო ალერგია დამემართა, ვერ ვსუნთქავ, ვერ ვყნოსავ, რა დღეში ვარ, გარეთ ვერ გავდივარ. თვალის ქავილი მემართება, ცემინება და ყველა მეზობელმა იცის რა დღეში ვარ. ჩვენს მოთხოვნაზე მოგვეცით დახასიათება თუ რა სახის რამდენი გამოსხივება არის, პასუხი არ იყო. ბრიგადაზე მოდის, სასტრაფო ყოველდღე დადის, არა გვაქვს გათბობის საშუალებები, გაზი არ მოგვეწოდება. ელექტროენერგია ერთ-ერთი გათბობის საშუალება და შეშა. ჩვენ მოვითხოვთ პირველ რიგში ასეთი ჩასახლებებიდან გადაყვანას მთავრობის მიერ დაპირებულ ბინებში. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ დევნილთა სამინისტროს. აღნიშნულ შენობაში 8 დევნილი ოჯახი ცხოვრობს, აქვს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო პირობები, შესაბამისად მათი მომართვის საფუძველზე ჩვენმა ტექნიკურ დეპარტამენტმა შეამოწმა შენობა, ჩაითვალა რომ აუცილებელი იყო სანამ რაიმე სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რომ ჩაგვეტარებინა საექსპერტო დასკვნა ამ შენობაზე. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დაუკვეთეთ, მივიღეთ შესაბამისად, იქ აღნიშნულია, რომ შენობის რეაბილიტაცია მიზანშეუწონელია, ვინაიდან არარენტაბელური იქნებოდა და რეკომენდაცია არის, რომ აღნიშნული შენობიდან გავიყვანოთ ეს ოჯახები. შესაბამისად, ჩვენ მუშაობთ ახლა თბილისში უახლოესი განსახლების პროგრამა, როდესაც გვექნება და ობიექტები, გათვალისწინებული იქნეს აღნიშნული ოჯახები. რაც შეეხება დევნილების მოთხოვნას, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მათ მიეღოთ, ეს ჩვენ სულ ახლახან შემოგვივიდა და დღეს გადაეგზავნათ კიდევაც მათი წერილი, როგორც კი შემოვიდა ამის მოთხოვნით, გაეგზავნათ კიდევაც პასუხი. გაზიფიცირება ვერ გაკეთდება, ვინაიდან მიზანშეუწონელია რაიმე სახის სამუშაოების ჩატარება იქ, რაც შეეხება წყალს, წყალი არ არის მხოლოდ ამ ობიექტის პრობლემა, იმ დასახლების პრობლემა არის, შესაბამისად ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ჩვენი მხრიდან მიზანშეუწონელი იქნება ისეთი ხარჯის გაწევა, თუ ეს გრძელვადიან პერსპექტივაზე არ იქნება გათვლილი.